მიწის ცხოველები, ზღვის ცხოველების წინააღმდეგ. ეს კარგი არ არის, კაცო. ბიკებო, ჩვენ ახლახან დავეშვით მიტოვებული კუნძულის სანაპიროზე და მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჩვენ ვიწყებთ ყველაზე მაგარ ნადირობის გამოწვევას. პირველი დღეა, ვებძვით ღრმა ლურჯ ოკეანეს ყველაზე დიდ და საშიშ ცხოველებზე სანადიროდ და ხვალ ბიჭებო, სრულიად ახალ გარემოში გადავინაცვლებთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღები, ყველაზე გიჟური ცხოველები და დღეს ძალიან მოტივირებული ვარ. აქ გვაქვს ეს დიდი იარაღი, რომელიც გამოიყენება იმ საუკეთესო ცხოველების დასამარცხებლად, რომლებსაც ვიპოვით. ამ გამოწვევის მიზანი ბიჭებო არის საკუთარი თავის გამოცდა. შევძლებთ თუ არა ღრმა ლურჯ ოკეანეში ყველაზე გიჟური ცხოველების დაჭერას და ხვალ კი სრულიად ახალ გარემოში. ამ გამოწვევის ბოლოს უნდა მითხრათ, რომელიც ცხოველი გეგონათ უკეთესი, რომელიც დავიჭირეთ. ეს აქ არის 1,2 მეტრიანი შუბის თოფი. ეხლა ყველგან გარშემო ქუხილი და ელვა. სტიქიები ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს ბიჭებო. მაგრამ იმედი მაქვს ეს დიდი იარაღი აქ რაღაცას მაინც დაგვიჭერს. ალბათ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანური საქმე არ არის ელვის დროს ყვინთვა. ერთი სიცოცხლე გაქვს, ხომ ასეა? მაშ შეიძლება გამოვცადოთ. მოდით გაჩვენებთ კიდევ რა გვაქვს ზურგჩანთაში. ცხადია, აქ გვაქვს ჩვენი დიდი მაჩეტე. გვაქვს GoPro და GoPro-ს ბატარეები. ბოლოს ბიკებო, გვაქვს ჩვენი გამამხნევებელი სასმელი. იცით, ამას მხოლოდ მაშინ გამოვიყენებთ, როცა გამოწვევაში ყველაფერი ყველაზე რთული გახდება. არ ვიცი, ხედავთ თუ არა ამ ღრუბლებს როგორ იკრიბება. ეს კარგი არ არის, კაცო. მეხი და ელვა უკვე დაიწყო. არ ვიცი რა უფრო სახიფათოა. დავდგე სანაპიროზე და ელვას ველოდო რომ გადმოვიდეს თუ ზღვაში ვიბანაო GoPro-თი თავზე და ელვას ველოდო რომ გადმოვიდეს. ორივე შემთხვევაში ჩემს მეგობარ ქათმებს ვითვლი. ამას გეტყვით. წავიდეთ და ნიღაბი დავამთავროთ. ამ თუთას გარეთ საკმაოდ მძიმე ვითარება. ქარი გაძლიერდა. ჩვენს გარშემო შტორმებია. მაგრამ თევზი უნდა დავიჭიროთ, კაცო. წავიდეთ.
შეხედე ამას აქ, ეს არის კორონაციის კალმახი, რომელსაც ცეცხლოვან კუდს ეძახიან. ესენი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზებია მთელ ოკეანეში. და თქვენ ნახეთ, რომ ეს დიდი ჰარპუნის თოფი გჭირდებოდა, რადგან ამ ცხოველებთან მიახლოება ჩვეულებრივ ძალიან რთულია ბიჭებო. ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველი დრის ნახევარზე ვახევარდებთ და ვფიქრობ, რომ შეიძლება უფრო კარგი თევზიც მოვიპოვოთ. რაღაც უფრო დიდი, უფრო საშიში, ისეთი, რომელიც უფრო ძლიერად გამოიწევს. ეს პირველი დღის დასასრულს აბსოლუტურად უმაღლეს დონეზე დაასრულებდა, რაც ნიშნავს, რომ ხვალ როცა ხმელეთის ცხოველებზე წავალთ, რაღაცა გიჟურს უნდა მიუმართოთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ეს შევძელით. წავედით. დღევანდელი მიზანია ვიპოვოთ საუკეთესო ცხოველი, რაც შეგვიძლია და ძალიან ძლიერად დავიწყეთ ბიჭებო. ავსტრალიაში ამ ცხოველის ხორცი კილოგრამზე დაახლოებით $200 იყიდება. მაგრამ ამ გამოწვევაში ჯერ კიდევ დრო გვაქვს დარჩენილი, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია მოვემზადოთ და ისევ გავიდეთ, რომ ნახოთ თუ რამე უკეთესიც არის. და თქვენ იცით, რომ დღეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ვეძებთ. Baby, ჩვენ ეს შევძელით ბიჭებო, ვერ დავიჭირეთ ის პელაგიური თევზი, რომელიც გვინდოდა, მაგრამ დავიჭირეთ ერთ-ერთი საუკეთესო რიფის თევზი მთელ ოკეანეში. ეს არის მაორის ზღვის ქორჭილა. შეგიძლიათ ნახოთ, რატომ ქვია მას მაორის ზღვის პერჩი. შეხედეთ მის სახეზე არსებულ ფერებს. ეხლა ეს თევზები ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაჭერია შუბით. ბიჭებო, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე ასეთი დამიჭერია. ეს აქ არის პატარა ან საშუალო ზომის. სანაპიროდან ყვინთვისას ასეთი თევზის დაჭერა ბიჭებო, იმ სანაპირო რიფებზე თითქმის წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს რიფის საუკეთესო სახეობებიდან რამდენიმე მთელ ოკეანეში. ხვალ ძალიან რთული იქნება ამაზე უკეთესის გაკეთება ძმაო. განსაკუთრებით თუ ხმელეთის ცხოველებზე ვაპირებთ ნადირობას. ჩვენ მოგვიწევს ვიპოვოთ რაღაცა ძალიან განსაკუთრებული, რომ ეს თევზები გადავაჭარბოთ. ეს ცეცხლში ჩავდე. მაქვს შეშა. აი ესე.
ფიქრობ ამას შევჯამთ. ეს იქნება როგორც წმინდა გრაალი. ამას აქ ამ კუნძულზე ადგილობრივს მივცემთ. შეგიძლიათ წარმოიდგინო პეპელა. დაახლოებით ასეა გახსნილი. ზუსტად ამას გავაკეთებთ ამ თევზთან. ყველა მისი ნაწლავი და კუჭი. ეს არაფერში გჭირდება. საოცრად კარგია შეგრძნება. და დანას რაც შეიძლება ახლოს ვატარებთ ხერხემალთან და დავწმუნდებით რომ ყველა ლაყუჩი ამოვიღოთ. ეს არ გჭირდება. აი ამ მხარეს ძვლები აღარ აქვს. ამ მხარეს კი ერთი მხარეს ძვლებია, ხოლო მეორე მხარეს მთელი ხორცი. ეხლა ამას მოვამზადებთ. ეს ზუსტად აქ დავდებთ. შემდეგ აქ დავდებთ. ესენი გადაჭრილად წავა, ზუსტად ასე. ერთი რამ ჩვენზე ბიჭებო, კარგ სტელაჟს ვაფასებთ, კაცო, და ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. მოდი დავამაგროთ. გმერთო ჩემო, ეს ნელ-ნელა შეიწვება. მთელი სიცხე ზემოთ ავა და ჩვენს თევზს ამ სანაპიროზე შეწვავს, კაცო. ყველამ დაწერეთ კომენტარებში. კომენტარებში უკვე ცხელა. მართლა მიყვარხართ, ბიჭებო. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გადავაჭარბოთ დრევანდელს, ბიჭებო. ესენი პლანეტის საუკეთესო რიფის თევზებიდან არიან. ხვალ რაღაც განსაკუთრებული უნდა ვიპოვოთ, რომ ამას მაინც შევედაროთ, ბიჭებო. მართლა ბიჭებო ვერ დაიჯერეთ, ეს ახლახან სანაპიროზე გამოირიყა. ესეც ვერ მოიგონებ. ნახეთ, პირდაპირ ახლა ამოვიდა სანაპიროზე. ხმეთო ჩემო. ნახეს, ეს ყველაზე იდეალური ნაპირზე გამორიყული ნიჟარაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ხვალისთვის იღბლის ნიშანია, ძმაო. ხო, ჯერ კიდევ აქვს ბარნაკლების ზედ. ხედავ? ახლახან ამოვიდა სანაპიროზე. ვაუ, ნახეს. ძალიან მშია, მთელი დღე ვყვინთავდი დღეს. ეხლა კი ულამაზეს ცეცხლზე შემწვარ ფევს შევჭამთ. მოდი დავაგემოვნოთ. ქმეთო ჩემო, სიმანკლეს გეუბნებით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თევზია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. ეს თევზები სნეპერის ოჯახს ეკუთვნის. და ბიჭებო, შეგიძლიათ მიხვდეთ რატომაც. ვიცი, თქვენ ყოველთვის მეუბნებით, ვეით, შენ ამას ყველა თევზზე ამბობ. არა, ესე არ არის. მე ნამდვილი გველთევზაც მიჭამია, ღამურაც მიჭამია, ყველაფერი გამისინჯავს. და არა ყველაფერი გემრიელია, ბიჭებო, ზოგჯერ ცუდად ხვდები და საკვების მოწამვლაც დამმართნია. მაგრამ ეს ღმერთების სურნელია, ძალიან გემრიელია. ხვალ ვეცდებით კიდევ უკეთესი რამ მიპოვოთ. მაშინ გნახავთ, ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ, დილამდე. დილამშვიდობისა ბიკებო, ეხლა მივედით ამ შორეულ ტალახიან სანაპიროებზე და ვიწყებთ ამ ნადირობის მეორე დღის კვლევას. გვაქვს მაჩეტე და შიშველი ხელები და ეს არის ყველაფერი, რასაც ვიყენებთ იმ იმედით, რომ დღეს რამე გიჟურს დავიჭესთ. აქ გვაქვს ეს შორეული ტალახიანი სანაპიროები და მოქცევის წყალი უკვე დაიწია. და ეხლა საუკეთესო დროა ჩვენთვის სანადიროდ წასასვლელად. ეს გროვები აქვს სხვადასხვა ცხოველს აქვს გაკეთებული, მაგალითად კიბორჩხალების და სხვებისგან. შეგიძლიათ ნახოთ მოქცევის აუზები, უამრავი პატარა კიბორჩხალა. და ბიკებო, აქ ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ რაღაცა გიჟური ცხოველები. უნდა უფრთხილდეთ ამ დიდ ეკლიან რაღაცებს, რადგან ესენი ფეხში ჩამერჭობა და ძალიან მეტკინება. ხედავთ ამას? ესენი ძველი ნიჟარები და სხვა რაღაცებია. აი ამას ჭამენ აქ კიბორჩხალები, ბიჭებო. აქ შიგნით არაფერი ჩანს. წავიდეთ კიდევ. ცხოველები, რომლებსაც დღეს ვეძებთ, სინამდვილეში ყველაზე შენიღბული ცხოველებია მთელ მსოფლიოში. ასე რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთილად, რადგან ეს არის ერთადერთი შანსი, რომ აქ ერთ-ერთი ეს არსება ვიპოვოთ. და მოგიყვებით, თუ ერთ-ერთს ვიპოვით, განსაკუთრებით დიდ მამს, მეგობრებო, მაშინ ნამდვილი ამბავი დაიწყება. აქ პატარა კიბორჩხალა გვყავს, ნახეთ ეს. ეს ის სახეობა არაა, რომელსაც ვეძებთ. იო. ეს პატარა ცდილობს მიკბინოს. მას მხოლოდ პატარა მარწუხები აქვს. კიდურები ჩემნაირი აქვს, ძალიან გრძელი და გამხდარი. სწორედ ამ მანგროს ტოტებში იმალებიან ყველა ცხოველი. აქვე ჩვენს დანას გამოვიყენებთ და უბრალოდ დავაკაკუნებთ. თუ რაიმე მყარხმას გავიგონებთ, ეს ნიშნავს, რომ აქ ალბათ კიბორჩხალა იმალება. აქ უამრავი პატარა კიბორჩხალაა, რაღაც დიდი უნდა იყოს. რაც ამ კიბორჩხალებს ახასიათებთ, ისაა, რომ ისინი თავს იკეცავენ და ამ ტალახის ხვრელებში სხდებიან, სადაც თითქმის სრულად შენიღბულები არიან. ეს მივაგეთ, უბრალოდ რაღაცა მყარიხმა გავიგონე ამ წყეულ ხვრელში, ეს გესმის. აი ეს კიბორჩხალა, დანა უნდა გამოვიყენო ბიკებო, რადგან არ მინდა რაც აქ შიგნითაა თითი მომაჭრას. აი ისა. ხო, დავიჭირეთ. ეს პატარა მდედრია. ხედავთ, ქვედამხარეს დიდი ვის ფორმა აქვს, იქ ინახავენ კვერცხებს. და მას კლანჭები აკლია.
ის ძალიან მებრძოლი მდედრია. ალბათ ჩხუბობდა ან რაღაც მსგავსი ქონდა სხვა მდედრებთან აქ. ეს ძალიან უცნაურია, კაცო. ეს კიბორჩხალები აქ სინამდვილეში კანიბალები არიან, ერთმანეთს ჭამენ ბიჭებო. ასე რომ მუცელზე მოვეფერებით და გაუშვებთ, ისინი კამუფლაჟის ოსტატები არიან. კარგი, გავაგზავნოთ მოძრაობა ბიჭებო, ჩვენი ნადირობა ჯერ კიდევ გრძელდება. სიგიჟეა აქ კაცო, შეხედე ამ მოქცევას. შეგიძლია პირდაპირ დაინახო როგორ მოედინება წყალი, ასე რომ დროის წინააღმდეგ ვიბრძვით. როგორც კი მოქცევა შემოვა, ძალიან გაგვიჭირდება ნებისმიერი ცხოველის პოვნა. ალბათ მხოლოდ რამდენიმე საათი დაგვრჩა და მერე ეს ნადირობა დასრულდება. ახლა ან არასდროს ამ წყლის ნაკადს ბოლომდე ავყვებით. აქ კიბორჩხალები და სხვა ცხოველები იქნება გაჭედილი. ვიპოვე რაღაცა ძალიან იშვიათი აქ ბიჭებო. ძველი ნაცნობი კოკა-კოლას ქილა. კარგი, მოდი ეს ამ წყლიდან ამოვიღოთ. ეს რა არის, კაცო? ის პირდაპირ ქვიშაში გაუჩინარდა. კარგი, დავიჭირეთ. ეს რაღაც გიჟურია, ძმაო. ღმერთო ჩემო. ეს ის სახეობა არ არის, რომელსაც ვეძებთ. მაგრამ ისია შენიღბული. თავის თავს ქვიშაში თხრის. როგორც მოძრაობს, თითქოს პატარა ბორბლები აქვს ქვემოთ და მერე ტანკის სხეული. წარმოიდგინე, რას მოუყვება თავის მეგობრებს. უბრალოდ უცხო პლანეტელმა ამიყვანა მითხრა რომ ტანკი ვიყავი და მერე გამიშვა. შეხედეთ ამას, ჩვენ პირდაპირ ნემო კლოუნ თევზი ყავს ამ წყალში. ეხლა GoPro-ს წყალში ჩავდებ და გაჩვენებთ. მაგრამ აქ კლოუნ თევზები უბრალოდ ისვენებენ. შეხედე, აქ არიან. ეს სიგიჟეა, ძმაო. ეს კლოუნ თევზები სინამდვილეში იმ ანემონში იმალებიან. და ის ანემონი მათ იცავს ნებისმიერი თევზისგან, რომელიც ახლოს მოდის. სინამდვილეში ის მათ წვავს. ეს იმას ნიშნავს, რომ კლოუნ თევზებს შეუძლიათ იქ კვერცხების დადება და თავიანთი ოჯახის დაცვა უფრო დიდი მტაცებლებისგან. ზუსტად ისე, როგორც ნემოს შემთხვევაში, როცა ბარაკუდა მოდის. ვაუ! შეხედე ამას. ეს სიგიჟეა. წებოვანია, კაცო. შეხედე ამას. ზღვაში გველივითაა. ამის ტექსტურა სიგიჟეა, შეხედე. ეს პატარა წყლის პისტოლეტია. ეს ნამდვილად ზღვის კიტრის ერთ-ერთი სახეობაა, კაცო. გავაგრძელოთ გზა. ეს არ არის ის, რასაც ვეძებთ. ეს ახლა პირდაპირ Call of Duty-ს მისიას გავს. ამ მანგროსებში მივდივართ. რაღაცაზე ვდგავარ, ეს რა არის? ნახეთ ბიჭებო. ეს არის ქვიშის დოლარი, ზუსტად აქ. მონეტას გავს. შეხედეთ რა მაგარი და უცნაური ნახატია ზეთ. კიდევ ერთი საოცრად უცნაური ზღვის კიტრი გვაქვს. ბიჭებო, ამის ტექსტურა წებოვანია, ძია, ძალიან უცნაურია. შეხედეთ მის სახეს, აბს უცნაური საცეცები, რომლებიც გამოდის. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა, ძმაო. რა? ეს ცხოველი გიჟია. აქვს რაღაც უცნაური, ჯაგრისივით რაღაცები, რომლებიც გამოდის. ცდილობენ რომ მომეკიდონ და ტექსტურა უბრალოდ წებოვანია. შეხედე აქ როგორ გამჭვირვალეა. კიდევ ერთი ცხოველი გვაქვს აქ. ესეთი ტიპის ჯერ არც მე მინახავს. კიდევ ერთი ტიპის წყლის პისტოლეტი გვაქვს, ბიჭებო. ამ არსებებს სიგიჟემდე მოვწონვარ. პატარა ლაქებიანი. ეხლა ამ კოდეებთან ავალთ. შეიძლება პატარა საჭმელი ვიპოვოთ, რომ ჭამოთ. პირველი საჭმელია დღევანდელი დღისთვის. რაც შეგვიძლია ვჭამოთ. ეხლა დანა გამოვიკენე და გავხსენი. იდეალური იყო. ახალი ხამანწკები გვაქვს, ბიჭებო. მოდი ვჭამოთ. კრემისებრი, მარილიანი. მარკლა ვიწყებ ხამანწკების სიყვარულს, ადრე მძულდა ისინი, როცა წყალშია ახალია და მარილიანია, საკმაოდ კარგია. ბიჭებო, ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ქვებს ვეალერსოთ და მთელი დღე ხამანწკები ვჭამოთ. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ გზა. გვინდა ვიპოვოთ რაღაც ცოტა უფრო დიდი და მეტი ხორცით. ამ კლდოვან ბორცზე ავედით, სადაც ბევრი მანგროა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. ბიჭებო, აქ ზემოთ ამ გუბეში კიბორჩხალა ვიპოვეთ. მის გარედან ხედავ მის ჩდილს. ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედო. ვეცდები პირდაპირ ქვეშ შევზრვე და მერე ამოვიყვანო. თუ მეტის მეტად დიდხანს დავაყოვნებ, ალბათ თავის სოროში ღრმად შეძრება და მერე დავკარგავთ. ეხლა თავის სოროში მოძრაობს. აქ ნახე. შეხედე მას. 3, 2, 1. წავედით. წადი. კიბორჩხალა ყავს. მივდივარ, დავიჭირო. იცი, დავიჭირეთ. ადგილზე დავაჭირე. ღმერთო ჩემო, კაცო. ჩვენ აქ დიდი კიბორჩხალა ყავს, მაგრამ ეს მდედრია. როგორც წვიმა მოდის, ეს სიგიჟია. ესეთი დიდი მდედრი უნდა გაუშვა, კაცო. არ გინდა ამათთან ერთად სახლში დაბრუნება. არც ერთი კაცი არ აკეთებს ამას. ამას გეტყვით. მომავალში ნამდვილად ბევრ ახალ ნაშიეს გააჩენს, ბიჭებო. ამ გოგოს გაუშვებთ. ესე. სწორედ იქ დაბრუნდა, საიდანაც მოვიდა. ეხლა თითქმის ფსკერზე ვართ.
სულ მდედრებს უპოულობთ. იცით რა დროა ბიჭებო? უნდა გავხსნათ ჩვენი ენერგეტიკული სასმელი და ბოლო ენერგია მოვიკრიბოთ, სანამ მანგროს სისტემის ამ ღრმა ნაწილში შევალთ. წავედით. კარგი ბიჭებო, ბოლო ენერგია მოვიკრიბეთ, დროა ნადირობა დავიწყოთ. აქ შევდივართ. წავედით. ავედით. არანაირად არ დავამთავრებ ამას თუ მონსტრს არ ვიპოვი. ვიწყებთ ძებნას. კოკისპირულად თრიმს. აქ ყველაფერი ვიპოვეთ, გარდა იმ დიდი მამრისა. დედრების ყველა კარგი ნიშანი ვნახეთ და მსგავსი რაღაცებიც. და ეხლა მანგროს სისტემის ყველაზე ღრმა ნაწილში ვართ. აქ ამ გუბეებში ვეძებთ ბიჭებო. აქ დიდი ეგზემპლარები იქნებიან. არაფერი. ბიჭებო, ამას აქ ხედავთ? შეხედეთ ამას. დიდი კიბორჩხალა გვყავს. აქ ნამდვილი ურჩხული კიბორჩხალა გვყავს ბიჭებო. უკვე ვხედავ რომ ეს დიდი მამალია მისი კლანჭების ზომით. პირდაპირ ზის და მიყურებს. შეხედეთ აიქა. ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება კაცო. წავედით. ვნახოთ გაბრაზებულია თუ არა ეს ტიპი. ოჰო კაცო. ჯანდაბა. ეს ძალიან მებრძოლია. კარგი. შევალთ შიშველი ხელებით. ჯანდაბა კაცო. ეხლა ზემოთ ამოვალ. კარგი. ჯანდაბა. სულ ცოტა და დამიჭერდა. კარგი, დავიჭირეთ. მისი ბრჭყალები მაქვს. ამ ხველში სქელ შევხობ. ჯანდაბა. ხელი უნდა მოვკიდო. არა, სად არის? ის მიდის, უკან შევიდა. ის წავიდა ძმაო. ღმერთო ჩემო, სად არის ის? რამდენჯერმე ძლივს გადავჭი ბიჭებო. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. აი ის არის. კარგი. ეხლა დავიჭერდა, გამოვიყვან. ჩემს დანას ჩაეჭიდა. ღმერთო ჩემო კაცო, შეხედე იმ კიბორჩხალას. ღმერთო. ეს ნამდვილი ურჩხულია. ღმერთო ჩემო, ჩვენ ეს შევძელით. შეხედე იმ ურჩხულს იქ. ღმერთო ჩემო. ეს საშინლად დიდი კიბორჩხალაა ბიჭებო. გული ისე სწრაფად მიცემს, ამან რამდენჯერმე მე თითქმის გამსრისა. შეხედეთ ჩემს ხელებს ახლა. მართლა ვცახცახებ და ჩვენ ეს გავაკეთეთ ძმაო. მონსტრი დავიჭიეთ, კადრშიაც კი არ ეტევა. და ის ბრჭყალები სავსეა ხორცით. ხედავთ, ლამაზად ჟანგისფრადაა, რაც ნიშნავს, რომ მალე ბაკანს მოიცვლის. ცხოველთა სამყაროში ტესტოსტერონის მეორე ყველაზე მაღალი დონეა ბიჭებო და ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველია საერთოდ. ჯერ კიდევ გაბრაზებულია, შეხედეთ. კარგი, ეხლა მაქსიმალურად ჰუმანურად და სწრაფად დავამთავრეთ ბიჭებო. პირდაპირ სხეულში გავატანებთ. ასე კლავენ მათ ისიერად, აი ასე. ერთი გასროლა და მოკვდა კაცო. ეხლა ვნახავთ რა უფრო გემრიელია, ხმელეთის ცხოველებითები თუ ზღვის ცხოველები. მგონია ეს კონკურენციას გაუწევს იმ გიჟურ კერძს, რაც გუში მჭამეთ. აქვე გვაქვს ჩვენი ტალახის კიბორჩხალა. ეხლა ამ გიჟურ სანაპიროზე კოცონის ორმოს გავაკეთებთ. შეხედეთ ამას. ზედ რომ დაენთოს ცისარტყელაც კი გამოჩნდა. ვერ ვითმენ რომ შევადარო ის რაც გუშინ დავიჭირეთ, იმას რაც დღეს დავიჭირეთ და ვნახო რომელი უფრო გემრიელია. და ბიჭებო, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, კომენტარებში უნდა მომწეროთ, რომელს აირჩევდით თქვენ. რომ იყოთ როგორც ძაღლი, რომელიც სანაპიროზე ორმოს თხრის. გვაქვს შეშის ნაფოტები, ამას პირდაპირ ორმოში ჩავდებთ. ჩვენი პატარა შეშა. დადეს აქ და შემდეგ ჩვენი დიდი შეშის ნაჭრები. ყველა მიიტანეთ და დააგდეთ. ნაკვერჩხლებში უკვე მზადდება. ეს სიგიჟეა, კიბორჩხალა პირდაპირ აქაა, მოშორებით კუნძულია, ცისარტყელა, ღმერთო ჩემო. ეს საოცარია, მგონი ეს გუშინდელსაც კი აჯობებს. თქვენ ნახეთ რა საუკეთესო თევზები გქონდა. ის მერისი პერჩი. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბორჩხალა დავიჭინეთ ჩემს ცხოვრებაში. ეხლა კი ამას შეუდგებით.
ნეტავ შეგეძლოთ გენახათ რამდენად მძიმეა ეს, ნამდვილი რამდენიმე კილოა, ხო გესმით? ეხლა მას დავდებთ, უყურეთ როგორ იცვლის ფერს, ეს გიჟურია. ის ამ მწვანე ფერიდან გახდება კაშკაშა წითელი. ეს მისი ნიჟარის პიგმენტაციის გამო ხდება. ეხლა კიბორჩხალის პირდაპირ ცეცხლზე დადება ჩემი საყვარელი მეთოდია მისი მოსამზადებლად. ბევრი ადამიანი მათ ორთქლზე ამზადებს ან წყალში ადუღებს და ასე შემდეგ. მაგრამ პირდაპირ ნაკვერჩხალზე დადება ნიშნავს, რომ ისინი ნიჟარაში იხარშებიან. ეს ტალახის კიბორჩხალა ეხლა იმდენად ახალია, რომ ჯერ კიდევ მოძრაობს ბიჭებო. მისი ბრჭყალები ასე მოძრაობს. ეს კი ცხოველის ნერვებია. ეს არსება დაახლოებით 10 წუთის წინ წყალში იყო. ნახეთ როგორ გაწიკლდა, ძალიან წვნიანია. კარგი, დავაბრუნოთ ისევ ნაკვერჩხალზე. შეგიძლიათ პირდაპირ გაიგონოთ, როგორ ორთქლდება წვენი ამ კიბორჩხალაში ახლა. ეხლა ამას მოუწყვეთ. ღმერთო ჩემო, ზოგჯერ იღებ ბრჭყალებს და შიგნით ბევრი ხორცი არ არის. მაგრამ ეს სავსეა ძმაო. ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი ხორცია. კარგი, მოდი მცადოთ, გუში ნახეთ, გონი 9 ან 10-დან 10 მივიღეთ. მაგრამ ეს უნდა იყოს გიჟური, რომ კონკურენცია გაუწიოს. მიწის მეფე ძმაო. შებრაწული, თეთრი, თკბილი. ეს 10-დან 20-ია, ვაუ, ეს საუკეთესოა, რაც კი შეიძლება იყოს ბიჭებო. ეს იყო ერთი გიჟური სანადირო გამოწვევა და მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. აქვე კიდევ მეტი ვიდეო გვაქვს, თუ გინდათ ნახოთ და არ დაგავიწყდეთ მოცონება და გამოწერა. შემდეგ გიჟურ თავგადასავალზე ისევ გნახავთ ბიჭებო. სიყვარულით.